მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყრთან. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური პერსონაჟების შესახებ, მათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ცხოვრების გზაზე, რაც მათ შეხვედრიათ, ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პარალელები ვნახოთ და ისე განვიხილოთ მათი ცხოვრების ეს მომენტები. ამ გადაცემათა ციკლს ჩვენ დავარქვით გზაჯვარედინი, ამა თუ იმ პატრიარქის თუ ძველი აღთქმის მოღვაწის ცხოვრებიდან. სტუდიაში ამ თემაზე სასაუბროთ ტრადიციულად მოვიწვიეთ თეოლოგი ბატონი გიორგი გვასალია. მოგესალმებით ბატონ გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ეს ციკლი ძალიან პოპულარობით სარგებლობს, მოეწონა მაყურებელს, არის ძალიან კაი გამოხმაურებები და მოგვიწოდებენ მხოლოდ ამის გაგრძელებისაკენ. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება იაკობის ღამისეული შერკინება და იაკობისა და ესავის შეხვედრა. ჩვენ წინა გადაცემას სწორედ ამ ეტაპამდე თხრობით დავასრულეთ და აი საინტერესო რამ არის, სწორედ ასეთი სათაურით არის ცნობილი ეს ადგილი ბიბლიიდან, მებრძოლი იაკობის ბრძოლა ღმერთთან და ჩვენ აუცილებლად უნდა განმარტოთ, რას ნიშნავს. ძალიან ბევრი განმარტებები არსებობს, მაგრამ შეიძლება ამას თავიც მოუყაროთ და რაღაცა სხვანაირი მოკლე განმარტებაც თქვათ ამისი. რას ნიშნავს, როგორ უნდა გავიგოთ იაკობის ბრძოლა ღმერთთან. ჩვენ ვიცით მებრძოლ ათეისტთა კავშირი და ისინი ებრძოდნენ ღმერთს და თქვათ ეკლესიებს ანგრევდნენ და ჯვრებს ხერხავდნენ ეკლესიებიდან და აქ ჩვენ გვაქვს მებრძოლი იაკობი. ბატონ გიორგი, როგორ გავიგოთ რას ნიშნავს, რა განმარტებები გვაქვს ამისი და იაკობისთვის პიროვნულად რა იყო ეს? მოგესალმებით. მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ წმინდა წერილის თხრობის ეს მონაკვეთი საკმაოდ ისეთია ღრმა არის და რამდენი ადამიანის ეცადა ამ ადგილის განმარტებას, გააზრებას, შეიძლება ვთქვათ, რომ ყველამ თავისებურად რაღაცა წვლილი შეიტანა მის გააზრებაში, ყველამ თავისებურად დაინახა. თავისებურად ხადი ამ ხედვა და სისტემატიზირება შეიძლება, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანია, შემდგომ იმდენად საინტერესოა აი ამ ყველაფრის ერთად მოხელვა, რომ ეს არც ან გადაცემის ფორმატში ჩდება, ცალკე საკვლევი თემაა და ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ აი თვითონ აი ფილოლოგიურ დონეზეც კი დასული კვლევებმა სულ სხვა გააზრების საბაბი მისცა გარკვეულ ადამიანებს. აღარ ვსაუბრობ იმაზე უკვე, რომ იუდაურ მისტიკაში კიდევ უფრო შორს წავიდნენ და რაღაცა სხვა რაღაცა დეტალები დაინახეს. ახლა ეს ჩვენი დღევანდელი მთავარი თემა ჩვენთვის მთავარია გზაჯვარედინი დავინახოთ მომთაურის ცხოვრებაში და ამ კონტექსტში განვიხილოთ ის საეკლესიო ხედვა, რომელზეც სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ თუ კი გადავხედავთ საეკლესიო ეგზეგეტიკას, ბევრი მამა გვერდსულის მის, ასე ვთქვათ, მისტიური მხარის გააზრებას, უფრო სიმბოლოებზეა აქცენტი აღებული და არც ანტიოქიურ სკოლას ახასიათებს, არის იაკობის სულიერ შემართებაზე, სულიერ გმირობაზე საუბარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, ვთქვათ, რომ არავის აუკრძალია ჩვენთვის აზროვნება და არავის აუკრძალია ჩვენთვის იმ კალაპოტში გონების მოძრაობა, რომელი კალაპოტი წმინდა მამათა ნაშრომების სისავსეს გულისხმობს. მოდი გავიხსენოთ, სად გავჩერდით ჩვენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმიტომ გავჩერდით ჩვენ იქ, რომ იაკობი მოდის სახლში, მას სახლში წამოსვლას კიდევ რამდენიმე დაბრკოლება და ყველა დაბრკოლება გადალახულია და იაკობის ცხოვრებაში ჩვენ თავის დროზეც აღვნიშნეთ და მოდი ახლა აღვნიშნოთ, როდესაც ის იმ გზაჯვარედინს, როდესაც მამის თვალის შინ წართმეული მამის წინით გადაარჩევანი გააკეთა ღვთისმსახურებისაკენ, ამის შემდგომ მას ცხოვრებაში სულ ზდევს პრობლემები, გაჭირვებები, ასეთი რაღაცა შევიწროებები და თითქოს და აი იაკობი, როდესაც ლაბანს თავისი მამს დაცილდება, რაღაცნაირად კითხველი განეწყობა ის, რომ აი რაღაცა ეტაპია გადალახული, რაღაცა ეს პრობლემები ზოგს უკან ამოტოვებული, ამ დროს პირიქით. ერთი პრობლემა დასრულდება, მეორე იწყება. ერთი დასრულდება, მეორე იწყება. რაღაცა ერთმანეთის გვერდ არის ეს მონაცვლეობენ, არ არის რაღაცა ისეთი სულ შვიდიან, სულ პრობლემური ცხოვრება. აი რაღაცა აი იაკობის თავის დროზე ტყუილი
და ეს შეცოდება მამის წინაშე, მე თითქოს ცხოვრების განმავლობაში სულ უბრუნდება. სულ ამგვარად მის შვილებში ხდება რაღაცა, სულ მუდმივად პრობლემა და აი ამ განსაცდელების სწორად მიღება და საღვთო განგებულებად მიღება ამისი პატრიარქ იაკობს აქცევს სწორედ იმ დიდ ფიგურად, რომელიც ახლა დღეს ჩვენ და ძალიან საინტერესო რა არის მამანდრე იცით რომ რაღაცნაირად თავის თავში იაკობს შემდგომ ეწოდება სახელი რომელსაც ახლა დღეს უნდა ვისაუბროთ სწორედ ეწოდება სახელი სხვა სახელი ეწოდება და ეს სახელი იმ იმკვიდრებებს იმ სივრცეს რომელსაც ჩვენ ძველი აღთქმის ეკლესიას უწოდებთ შემდგომ ამ სახელს ჩაეჭიდება ამ სახელიდან ამოიყვანს თავის იდენტობას ახალი აღთქმის ეკლესიაც ხო ის ჩვენც ახალი ისრაელი ახალი ისრაელს იმას იცავს და რაღაცნაირად ამ კაცის ცხოვრება რაღაცა თითქოს და წინ და წინ გამოსახავს აი ამ ეკლესიის რაღაცა მთლიან ცხოვრებას, მთლიან ამ ქვეყნიურ მოღვაწეობას, სადაც მას პერიოდულად აქვს აი შევიწროებების დევნის რაღაცა აი ამის ანუ ეს არ არის აი საეკლესიო ცხოვრება არ არის რაღაცა თავშესაფარი, რაღაცა მყუდრო თავშესაფარი ამ ქვეყნიური პირიქით. აქ იწყება სწორედ ნებების მოძალება, აქ იწყება სწორედ ბრძოლები, აქ იწყება სწორედ გმირობის ასპარეზი ეს არის. ჩვენ ხშირად გვეშლება ხოლმე რომ ნავთსაყუდელი არის ამის შემდგომ. სადღაც იქით, სადღაც ამ ხომალდს მივყავართ. ამ ხომალდში ყოველთვის არის პირველივე კრებულიდან, ჩვენი მაცხოვრის კრებულში უკვე ვხედავთ პრობლემას. პირველივე კრებულიდან უკვე. ანუ აქ არ არის რაღაცა ისეთი მოთხოვნები, რომელიც წარდგენილია ხოლმე ეკლესიის წინაშე, ეკლესიის ისტორია მას არ იცნობს, არც ძველი აღთქმის, არც ახალი აღთქმის ეკლესიის რაღაც. იდეალიზირება როცა ხდება და აბსოლუტურად ილუზორული სფეროდან მოდის. ეს არის ადამიანები, რომლებიც ხვდებიან განსაცდელებს და ამ განსაცდელში ეძებენ ღვთის განგებულებას. თავისთავად. და სწორედ ეს არის, რაც საინტერესოა მათ ცხოვრებაში. კი ბატონო, ასე დაუბრუნდეთ ახლა. კი, ხო და აი ეს რატომ იაკობის სახში? რატომ ამბობდი ამას, რომ იაკობა, როდესაც ძალიან დიდი განსაცდელების ზოგს უკან მოიტოვა და თითქოს და ის სახლში ბრუნდება, თითქოს და მას ახლა გზახსე გამოცხადებით ბრუნდება, ღმერთი ეცხადება მას და ეუბნება უნდა დაბრუნდეს. აი ცოცხალი მორწმუნის ძალიან საინტერესო სურათს გვაძლევს მამამთავარი იაკობი, როდესაც ის ემზადება არა მარტო სახლში დასაბრუნებლად, ემზადება ესავთან შესახვედრად. დიახ. 20 წლის წინ მომხდარია ამბავი რამაც ის აიძულა წასულიყო სახლიდან და 20 წელია გასული. ამ 20 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეცვლილიყო, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით. ამიტომ იაკობი რაღაცნაირად ცდილობს აი ამ სივრცის, ამ ფონის, აი ამ სიტუაციის გაგებას. რა ხდება იქ ახლა სადაც ის ბრუნდება? უწინარეს ყოვლისა რა ხდება ესავის თავს. ის მაცნებს გაუგზავნის თავის ძმას იმ ამბით, რომ აი ბრუნდება უკან. 20 წელია გასული. მანამდე მას აქვს გამოცხადება ორბანაკად, ანგელოსად დასიხილავს ორბანაკად და იაკობისათვის ეს გამოცხადება ცოტა მოგვიანებით გაშინაარსდება, ეს უბრალოდ მასაც ჩვენებაა, რომელსაც მას ცოტა მოგვიანებით გაიშინაარსებს და აი ეს რაღაცა გამოცხადება თითქოს და მას კიდევ აძლევს ძალებს, რომ შენ უნდა იმოქმედო. შენ უნდა იმოქმედო, მაგრამ ეს ორი ბანაკი, აქეთ ანგელოს ერთი ბანაკი და მეორე ბანაკი რას ნიშნავს, მის უჯერ გაუგებარია. და აგზავნის ესავე რომ გაიგებს ძმა ბრუნდება მაცნეები მოუტანენ ამბავს, რომ გადავეცითო 400 კაცი წამოვიდა შენ შესახვედრად. ახლა 400 კაცით, 400 შეიარაღებული რაზმით წამოსული ესავი იაკობისათვის არის ერთადერთი რამის მანიშნებელი. ამ 20 წელმა ვერადავერ ჩააცხრო ესავში ის რისხვა, რამაც იაკობი აიძულა დაეტოვებინა სახლი. საბაბი აქვს რომ ეშინოდეს. საბაბი აქვს ეშინოდეს. აი ამ საბაბს მამანდრე ძალიან საინტერესოდ ბრძანეთ. აი ამ საბაბს აქვს მეორე მხარეც. ღმერთი ეუბნება რომ დაბრუნდეს. კი, შეიძლება ის ისევ განრისხებულია, მაგრამ ღმერთი ეუბნება ამ რისხანებასთან შეხვედრისთვის გამზადება. ასე ფიქრობს იაკობი. ამიტომაც ის ორი ბანაკი, რომელიც ცოტა ხნის წინ იხილა იაკობმა. იაკობისათვის პრაქტიკული მოქმედების მაგალითად იქცა. ორად გაყო თავისი სიმდიდრე, ერთი ერთაზე დააყენა, მეორე მეორეთაზე, თუ ამას დაეცემა ესავი, ეს შემინარჩუნდება. პირდაპირ არის, მინაწილში პირდაპირ არის განცდა მოცემული იაკობს, იაკობი ემზადება ყველაზე ცუდი. ხო, ყველაზე ცუდი რამისთვის, თავდასხმისათვის. ეს არ არის ურწმუნო იაკობი. ეს არის მორწმუნე იაკობი. ჩვენ ამას ვნახავთ ახლა. აი, რა მინდა იცით, აი, ჩვენი წინა საუბარს მინდა დაუბრუნდე, როდესაც ჩვენ საუბრობთ მორწმუნეობაზე, კარგად უნდა დავფიქროთ, რომ მორწმუნე, ნამდვილი ჭეშმარიტი მორწმუნე, ყოველთვის განსხვავდება რაღაც მაგიური შეხედულებების მქონე რელიგიური ადამიანისაგან. უნდა კარგად გავიაზროთ, რომ წმენა არსებობს ჭეშმარიტ და წმენა არსებობს ცრუ. იმასაც წმენა ეწოდება თავისთავადია, თავისი შინაარსით ის წმენა აღარ არის, თავისთავადია, მაგრამ ასე ვთქვათ, ადამიანის რელიგიურ პოზიციას ახასიათებს.
აღწევს, კი ბატონო. ხო და ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აი ეს ზღვარი გავალ და მაცხოვრი ჯვარცმელები ვინ იყვნენ, რომელი იყო არარელიგიური, ყველა რელიგიური იყო, მაგრამ ვინ იყო მათ შორის მორწმუნე, ეგ საკითხის მეორე მხარეა კიდე. ხო? ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ მე რისი ხაზგასმა მინდა ამ შემთხვევაში, რას ვამბობ, რომ იაკობი, როგორც ახლა მისი თანამოსახელე იაკობ მოციქული გვეუბნება, საქმით დამადასტურებელი მორწმუნეა, ის აქტიური მორწმუნეა, ის ამ იმას, რა ქვია, თავის ამ წმენას მთელი თავისი აქტიურობით გამოხატავს. მე თავის დროზე ვთქვი და ახლა მინდა გავიმეორო, თქვენ წმინდა წერილში ვერ ნახავთ ნამდვილ მორწმუნეს, რომელიც უსაქმურად ზის და ამბობს, აი ღმერთმა თქვა და იქ ასეთი რამე არ არსებობს. ეს მაგია, ეს ოკულტიზმია. ესეთი რამე არ არსებობს. აი ხშირად გაგვიგია ჩვენ და მე მინდა შეიძლება თემას ცოტას გადავუხო ახლა, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აი რაღაცა ჩვენ სიტყვაზე ვთქვა, აი ეს ჭეშმარიტი წმენა გვაქვს და ჩვენ ღმერთი არ მივკვატავებს. აბსოლუტურად გამორიცხულია მსგავსი რამე. ამ წმენის საქმეში, ცხოვრებაში რეალიზება, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ამის მოკადულობა აბსოლუტურად არაფერს არ მოგცემს. ამის პასუხისგებლობის გააზრება მოგცემს რამეს, თორე ამის მოკადულობა აბსოლუტურად არაფერს არ მოგცემს, ვინაიდან უმოქმედობაში გძირავს ხოლო პასუხისგებლობა აქტიური მოქმედებისაგან გიბიძგებს. აი ახლა აქ იაკობი სწორედ ამას გააკეთებს, რომ ორ ბანაკად დაყოფს თავის ქონებას და ემზადება ძმასთან შესახვედრად. რაშია დარწმუნებული იაკობი, რომ ესავი თუ ერთ ბანაკს დაეცემა, მერე მეორე ბანაკს აღარ დაეცემა. ორივე რო არ მოუწდება, რაშია? აქ სწორედ მას რაღაცა მოიმედება თავისი საქმე შესადაგებული საღვთო წყალობასთან ღმერთი აბრუნებს, ამ რიცხვის წინაშე კვლავ აყენებს და შესაძლებელია სწორედ მისი ეს თანამოქმედება რაღაცა ქონების ნაწილის გადარჩენაში გამოიხატოს. მაგრამ ეს ასე არ არის ბოლომდე. არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. იაკობი რაღაცა ნაწილს, აი ამ საქონლიდან რაღაცა ნაწილს გამოიყვანს და ჩააბარებს მსახურს. რაღაცა აი გამოურჩეული ნაწილიდან რაღაცა ნაწილს ჩააბარებს მსახურს და გაუშვებს ესავის მიმართულებით. ანუ ესავი რომ მოდის, აი ამ მსახურს თავისი საქონელით უნდა შეხვდეს. ახლა ეს მსახური რო წავა, გარკვეული პერიოდის მერე, ცილე ხნის მერე, მეორე მსახურს გააგზავნის ისევ საქონლით. ცოტა პერიოდი რო წავა, მესამეს გააგზავნის. ანუ იდეა რა არის? იდეა ის არის, რომ ესავი რო შეხვდება ამ კაცს და შეეკითხება, ვისი ხარ შენ? ან ვისია ეს საქონელი? ამ მსახურმა უნდა უთხრას, რომ ეს მე შენი მორჩილის, შენი ძმის, შენი იაკობის მსახური ვარ და ეს საქონელი ძღვნად არის გამოტანებული შენ წინაშე, როგორც მორჩილი, ძღვენს გეგზავნის შენ. ახლა პირველ შეხვდება და ეტყვის, რომ ასეთ ინფორმაციას ასლავს. იაკობი კი არ მოდის, არა, შენი მორჩილი მოდის. არაფრით იაკობი მეტი არა, პირიქით შენ ხარ მეტი და იაკობი მორჩილია. და გარდა იმისა, რომ ის ამას პარტო ბაგით კი არა, საქმეთას აღიარებს, აგერ ძღვენი, რომელიც უმცირესმა უპირატეს გამოგიგზავნა. ახლა ეს ამას ხო დაიტოვებს, უნდა გააგრძელოს გზა იაკობისაგან მეორე მსახური შეხვდება. ამას შეეკითხება, ვინ ხარ შენ, ვისი ხარ შენ და ვისია ეს საქონელი, ისიც იგივეს ეუბნება. შენი მორჩილის, იაკობის და ეს ძღვენი მთელი გზა სანამ იაკობთან მოვა ეს მთელი გზა მიდის აი ესა რომ მე ვარ შენი მორჩილი, ეს ძღვენი შენია. ანუ გულის მოლბობ იაკობი ძალიან საინტერესო სურათის წინაშე დადგება. და როდესაც ეს ყველაფერი მოიმოქმედა, ის არ იცის ახლა იქ რა ხდება, შეიძლება ეს სულ არ მოულბეს გული. არ იცის, ის უბრალოდ თავისი მხრიდან ცდილობს ამას. და როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, იაკობი დინარეზე გადავა, ესე იგი, ხდება ტრანსიორდანიიდან შემოსვლა ხდება ქანაანის მიწაზე, ცოლშვილს გადაიყვანს, ხოლო თვითონ იაბოქზე გადავა და წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ერკინებოდა მას მთელი ღამე ვიღაც კაცი. ზოგადად წმინდა წერილს თუ გადავავლებ თვალს, ვიღაც კაცი, აი ამ ტერმინით თუ გამოვიდა ვიღაც კაცი. ამ ტერმინის ქვეშ ყოველთვის ან მოიაზრება, ან და თვითონვე წმინდა წერილი გვთავაზობს, რომ ეს ვიღაც კაცი არის ანგელოზი, რომელიც მგზავრის სახელით არის გამოჩენილი, რომელიც მაცნეს სახელით არის გამოჩენილი, მაგრამ არის ვიღაც კაცი. ეს აი ტერმინოლოგიურად ძალიან სიმპტომატურია წმინდა წერილის თხრობისათვის. ხოთა შორის მოსეს კალამს ეკუთვნის ეს წიგნი და აი ეს სტილისტურად, აი ეს შემდგომმა მწერლებმა გადაიღეს, რომ აი ძალიან საინტერესოა თვითონ ხუწიგნეულის ჟანრობრივი გავლენა წმინდა წერილის სხვა წიგნებზე. საინტერესო რა გახლავთ მეგობრებო? საინტერესო გახლავთ ის, რომ ეს ვიღაც კაცი რო ერკინება მას ვერ ჯობნის იაკობს და ეტყვის, რომ თენდება და ახლა გამიშვი. იაკობი ეტყვის, რომ არ გაუშვებს სანამ არ აკურთხებს.
ეს ვიღაც კაცი ეკითხება რა არის შენი სახელი, იაკობი პასუხობს, რომ მას ქვია იაკობი, ეს ვიღაც კაცი ეუბნება, რომ აღარ გექნება ამიერიდან შენი სახელი იაკობი, იქნება გექვა ისრაელი, რადგან ღმერთსა და ადამიანებს შეებრძოლე და სძლი. შეეხება მის თეძოს, დაუბუჟებს მას და ამის შემდგომ მოახერხებს იაკობის ხელებისგან განთავისუფლებას, განთავისუფლებას, მხოლოდ ამის შემდგომ. ხა თვითონ აი ეს მოტივი, როდესაც ეს ვიღაც კაცი აღიარებს, რომ ღმერთსა და ადამიანებს შეებრძოლე, შეერკინე და სძლიე, ყველას თავისთავად ცხადია, უბიძგებს იქითკენ, რომ ეს თხრობა ალეგორიულად, სიმბოლურად უნდა იყოს გააზრებული, პირდაპირ ბუკვალური გააზრება, ამის აბსოლუტურად გამორიცხული. მოდი დაუბრუნდეთ ახლა რა ძლევაზია საუბარი, რა ვიღაც კაცია საუბარი და საერთოდ რა შერკინებაზია საუბარი წმინდა წერილის ამ მონაკვეთში. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანის ცხოვრება, ამ ქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ ამ ქვეყნიურ რეალობაში არ წარიმართება. მას ის ამ ქვეყნად მოღვაწეობს, ამ ქვეყნად ცხოვრობს, მაგრამ მას აქვს შეხება მიღმურ სამყაროსთანაც. ის რაღაცნაირად რაღაც აზრით ერთ მთლიან სამყაროში ცხოვრობს, რომელიც სულიერ და მატერიალურ ხილულ და უხილავ სამყაროებად იყოფა თავისი ბუნების მიხედვით. არ არსებობს პროცესი, რომელიც ამ ქვეყნად მიმდინარეობდეს და ის არ ისახებოდეს სადღაც სხვა რამეში და სადღაც სხვაგან. და ამიტომაც ქრისტიანული ეკლესია საუბრობს მფარველი ანგელოზის შესახებ და ძალიან ბევრი პატერიკი და ძალიან საინტერესო ჟელობა არის ხოლმე საეკლესიო ლიტერატურაში ამ მფარველ ანგელოზთან დაკავშირებით. მაგალითად, ცოტა მოგვიანებით ჩვენ შევეხებით ისეთი დიდი წმინდა მამა, როგორც გახლავთ გრიგოლ ნოსელი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მფარველი ანგელოზი, როდის მიევლინება ადამიანს. მოსე წინასწარმეტყველის შესახებ როცა ვისაუბრებთ, იქ წმინდა გრიგოლ ნოსელის ამ ხედვას აუცილებლად მოვიტანთ, მაგრამ მთლიანი ზოგადი ხედვა ქრისტიანულ ლიტერატურაში გახლავთ ასეთი, რომ ყველა ადამიანს ყავს თავისი მფარველი ანგელოზი. ამ ნიშნით ძალიან საინტერესოა გავიხსენოთ ის ამბავი, რომელი ამბავი ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვყევით. უარი ვინ თქვა ისააკის განწამოსულ პირმშობილ კურთხევაზე, უარი თქვა ესავმა. მაგრამ ესავის უარი ჯერ კიდევ არნიშნავს იმას, რომ ესავის მფარველ ანგელოზს, ასე ვთქვათ, ესავი ემეტება ამ უარისათვის, ვინაიდან ის მფარველად არის დადგენილი და მისი მფარველობა თავისთავად ცხადია გულისხმობს მოღვაწეობას, მეოხებას იმისათვის, რომ ესავმა რაზეც თქვა უარი, ეს უარი, ასე ვთქვათ, მის ცხოვრებაში შეცვლილი იყოს რაღაცა დადებითი კუთხით და ის დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, რომელ კალაპოტზე სიარულისაგანაც უარი თქვა. აი ძალიან საინტერესოა ბიბლიური უწყება, როდესაც საღვთო საყდრის წინაშე შეკრებილია ანგელოზთა დასი და შერკინება მათ შორის წარმოდგენილი. რა სახის შერკინებაზეა საუბარი? ეს შერკინება გულისხმობს არა რაღაცა ფიზიკურ შერკინებას, გულისხმობს არა რაღაცა ფიზიკურ დაპირისპირებას, არამედ გულისხმობს ლოცვით შერკინებას, ერთგვარ ლოცვით მეოხებას, რომლის საგანი, რომლის ობიექტი აბსოლუტურად სხვადასხვაა. თუ კი ერთი ანგელოზი ღვთის წინაშე, ღვთის საყდრის წინაშე ითხოვს, რომ ისრაელის დიასპორა, იუდაური დიასპორა დაბრუნდეს და იერუსალიმში აღდგეს ღვთისმსახურება და აღდგეს ტაძარი, მეორე ანგელოზის ლოცვის ობიექტია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს იუდეველთა ტყვეობა, რომელიც ბაბილონის იმპერიის დროს დაიწყო, რათა იმ ხალხმა, რომელი ხალხის მფარველობაც მას და მეოხებას მას ევალება, გაიგოს მონოთეისტური ჭეშმარიტების შესახებ და უფრო შორს წავიდეს ჭეშმარიტი რელიგიის შესახებ უწყება და თავისთავად ცხადია, აქ მესიანური მოლოდინის შესახებ უწყებაც იგულისხმება. სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს ორი ანგელოზი აბსოლუტურად ორ სხვადასხვა საპირისპირო რამეზე ლოცულობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ჩაფიქრებულია და ფიქრობს ახლა რომელერც მოусმინოს. თავისთავად ცხადია, ამას არ ნიშნავს, მაგრამ ეს არის სიმბოლური ენა, რომლითაც წმინდა წერილი გამოხატავს იმ მეოხებას, რომელი მეოხებაც ანგელოზს აქვს, დადგენილ ანგელოზს აქვს, ამა თუ იმ ადამიანის თუ ამა თუ იმ საზოგადოების წინაშე. სხვაგვარად რო ვთქვათ, ესავი კი ამბობს უარს იმ მსახურებაზე, რომელიც მსახურებისთვისაც ის შესაძლებელია მოწოდებულია, მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ ესავის მფარველი ანგელოზისათვის უკვე დასრულებულია დავალება მფარველობდეს და ასე ვთქვათ, ესავს მფარველობას უწევდეს. ახლა ჩვენ კიდე ერთი რამე უნდა გავიხსენოთ იობის წიგნი, რომელიც ძალიან ღრმა არის და იობის წიგნში ჩვენ გვაქვს ერთი ასე ძალიან საინტერესო მომენტი, როდესაც ღმერთი უშვებს დაცემულმა ძალამ გამოსცადოს. არა მარტო იობი, ძალიან გთხოვთ ამას ყურადღება მიაქვს. ხშირად ამბობენ, რომ ღმერთმა დაუშვა იობის, ეს არ არის იობის გამოცდა მარტო, არა.
არა, ეშმაკთან დაშვებულია გამოსცადოს რამდენად მართალია საღვთო სამართალი. ეს არის აქ იობის წიგნში ძალიან მნიშვნელოვანი. ეს აქ იობის გმირობაზე თავისთავად ცხადია იობის ესაც საკმაოდ რთული განსამარტი ადგილია, და როდესაც ბევრნაირი განმარტებები არსებობს. ხო, როდესაც ღმერთი ეუბნება, დაცემული ძალის ის რა არის, პრეტენზია რა არის, იობს ატო უყავს ღმერთი, ამიტომ და ამიტომ უყვარს ღმერთი. და რაღაცას და იობის გამოსთა კი არ მიდის მარტო, არა, საღვთო სამართალი რომ ჭეშმარიტად სამართალია. აი ამის ჩვენება მიდის, ანუ ღმერთი უშვებს ამას, ანუ მისი საღდრის წინაშე აი ამ აპელაციის, აი ამ ასე ვთქვათ საჩივრის, აი ამ იმით შესვლას შედის ეს და ეს სულ თავისთავად ცხადია სიმბოლური ენა. თავისთავად ცხადია, მაგრამ ენა რითაც წმინდა წერილი ცდილობს ჩვენ რაღაცა მნიშვნელოვანი გაგვაგებინოს. აი ამ მნიშვნელოვანთან უნდა მივიდეთ სწორედ. ახლა ძალიან საინტერესოა, ეს მარტო ეს უწყება არა, ჩვენ გვაქვს მეფეთა წიგნში კიდე საინტერესო უწყება, როდესაც ღმერთი და ანგელოზები საუბრობენ და ღმერთი სვავს კითხვას ვინ გაიტყუებს მეფეს ცრუ გზაზე და ერთი ანგელოზი მივა, რომელიც გარკვეულწილად ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს დაცემული ანგელოზია, მაგრამ შეიძლება არც იყოს ეს ასე, სხვა საკვლევის საგანია და ეუბნება, რომ მე წავალ და მე როგორ გაიტყვებ, როგორ და მათ მის ცრუ წინასწარმეტყველებაში სიცრუის სულად მივევლინები. ანუ გარკვეულწილად ძალიან საინტერესოა რაღაცა მოვლენა, რაღაცა მოძრაობა, რაღაცა სივრცე, რომელსაც სიმბოლური ენით წმინდა წერილი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გვამცნობს. აი, მოვიყვან ამ შემთხვევაში კირილი ალექსანდრიელის განმარტებას იაკობის ბრძოლასთან დაკავშირებით. ანგელოზი ეუბნება იაკობს გამიშვი, რადგან ცისკარი დადგა უკვე. და კირილი ალექსანდრიელის განმარტებით ცისკარი როგორც ქრისტეს შემოსვლა ადამიანის სულში და ბრძოლის დასრულება როგორც შეცნობა სიახლისა აღდგომის მოლოდინი და თავად აღდგომა და დასრულება მანამდე ყოფი უკუნის ადამიანის სულში. კი, მამო, სხვათა შორის ეს კირილი ალექსანდრიელი, როდესაც აი კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი მამები, ვინც ამას ეხებიან, აი გაურბიან მის ფუკვალურობას, უფრო სიმბოლოებს და ალეგორიებს ხედავენ, ამის დანახვა უფრო, მაგრამ აქ მეორე რამეა ძალიან საინტერესო, რომელზეც ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ. მას ასე დაუბრუნდეთ ხრობას. აი ეს ერთსაც ვიტყვით ამ განმარტებასთან დაკავშირებით, ამბროსი მედიოლანელის არის, რომ ეს არის ლოცვითი ბრძოლა. აი როგორც ჩვენ იობზე ვამბობთ ერთ-ერთ განმარტებაში, რომ იობისთვის ეს არის შინაგანი ომი, შინაგანი ბრძოლა, შინაგანი თავის დამკვიდრება ღმერთის წმენაში, რომ თავადაც ცდის თავის თავს ღმერთის სიყვარული, რატომ აქვს თქვათ და აქაც ესეთი ლოცვითი ბრძოლა და უხილავი კავშირი უფალთან ლოცვა ჩვენ ვიცით, რომ არც ისე მარტივია მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვფიქროთ, რომ დასაკითხია. საქმეც ეს არის, აქ მინდოდა მივსულიყავი მამა ანდრიას, რომ ეს შერკინება არის ლოცვა, იაკობის ლოცვა, უბრალოდ აი რასთან დაკავშირებული ამას უნდა გაუსვათ ხაზი, ანუ ერთი მამა არ გვეყოფა, რაღაცა მთლიანად უნდა გადავხედოთ საეკლესიო გამოცდილებას, მერე წმინდა წერილის თხრობის ამ თავისებურებებს და შემდგომ აი თეოლოგთან მიერ გამოთქმულ განსაკუთრებით თანამედროვე თეოლოგიაში ძალიან საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული. ანუ რისი თქმა მინდა, დაუბრუნდეთ ჩვენ. ეს საუმა თქვა უარი პირმშეობაზე. მაგრამ ესავის ანგელოზი უარი არ უთქვავს ესავის ფარველობაზე. ესავის ანგელოზი ხედავს რაზი აქვს უარი ნათქვამი ესავს მის ფარველობიებს. და როდესაც იაკობი ბრუნდება უკან ერთადერთი რამის გამო იაკობმა სწორედ ამ მიწაზე, მამათა მიწაზე უნდა იმემკვიდრეოს მოღვაწეობის გაგრძელება. იაკობს ის კურთხევა აქვს მიღებული, რომლის მიხედვითაც ღმერთი იწოდება ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა. ესავის ანგელოზის მეუხება ის არის, რომ ეს ღმერთი იწოდებოდეს ახლა როგორც ღმერთი ესავისა. და როდესაც იაკობი უკან ბრუნდება მრისხანებასთან შესახვედრად. ესავი წამოსულია 400 კაცით, ასე იცის ეს იაკობმა. იაკობთან ვიღაცა კაცი იწყებს შერკინებას. და იმ შერკინებისას ეს ვიღაცა კაცი ეუბნება გამიშვი, რადგან თენდება. წმინდა კირილესთან ეს თენდება არის კაცობრიობისეული გარიჟრაში. თუმცა ასევე ეს თენდება შეიძლება გავიგოთ მეორე ადგილ. გამიშვი, რადგან ახლა მე სხვა ლოცვა მაქვს, ცისკრის ლოცვა მაქვს აღსავლენი. ცისკრის სადიდებელი მაქვს უფლისადმი აღსავლენი. გასაახლებელი კურთხევები. ხო, აი ეს ამაგას მაგრამ იაკობი არ უშვებს, რას ნიშნავს? იაკობი არ წყვეტს ლოცვას, რაზე ლოცულობს დედა იაკობი? რაზე უნდა ლოცულობდეს ახლა აქ იაკობი? აი შემდეგ ეთხრობა ამას გეუბნება, რაზე ლოცულობს იაკობი. ეს ვიღაც კაცი ეუბნება, რა ქვია, რა არის შენი სახელი?
და იაკობს ერთხელ შეეკითხა რა ქვია შენაუდა იაკობმა უპასუხა ესავე ვარო მე აი აქ აქვს სწორედ ლოცვითი მეოხების ასე ვთქვათ ცოტა თამამი სიტყვა თქვენ კარგად გამიგეთ მორალური უფლება დარჩენილი ესავის ფარველ ანგელოს რადგან იაკობმა თქვა ესავე ვარო მე ის კურთხევა ისააკმა ესავისკენ გაუშვა კი იქ იაკობი იყო მაგრამ ისააკი ესავს აკურთხებდა ამას ითხოვს იობის წიგნში სწორედ დაცემული ძალა შენ ამიტომ უყვარხარო სად არის აქ სამართალი ამ სამართალს საღვთო სამართალს იკლავს დაცემული ძალა კი არა მარტო არა საღვთო სამართალი მიუღწეველია განუჭრეტელია მარტო ღმერთის არის მანიცის ეს ძალიან საინტერესოა და ხშირად არის ხოლმე მე მქონია საუბრები და აი არის ეს კანონიერი არის ეს სამართლიანი გააჩნია საზომს ჩემი საზომიდან გამომდინარე არა მაგრამ საღვთო საზომიდან გამომდინარე რატომ მისი სამართალი სიყვარულით იზომება არ ვიცი მე ის სიყვარული უნდა ვიცოდე მაშინ რაღაცა წარმოდგენა მაინც უნდა მქონდეს გამოცდილებითი წარმოდგენა არ ვიცი მე იმ სამართალს ვერ მიწვდები და შესაბამისად ესავის ფარველი ანგელოზი ამას ეკითხება შენ რა ქვიაო რაზე ლოცულობს იაკობი ლოცულობს ერთადერთ რამეზე ის ბრუნდება შემდგომ თავის ლოცვაში ის ხმამაღლა ამბობს ამას მე ვარ რომელმაც ერთი ჯოხის ამარამ გადავკვეთე ეს დინარე რომელმაც აღუთქვი დაგაბრუნებო და ხალხმრავალს გაგხდიო მე ვარ რომელმაც ვილოცე შენ წინაშე ბეთლში და ბეთლში შენ პირდი ამას ყველაფერს აი ეს დამიტოვე აი ისვისაც მე ბეთლში ღამის გათევება მომიწია აი ეს მინდა მე ეს ორბანაკად რო დავყავი შეიძლება წამერთვა შეიძლება სულ დავკარგო ისე ყველაფერი ცოლშვილი 11 შვილი ყავს ეს 11 შვილი რისკის ქვეშ უყენია მაგრამ ის მთავარი ბეთილისეული სიზმარი სადაც არის სადაც ღმერთმა უთხრა ეს მიწა რომელზე შენ წევხარ შენთვის და შენი მოდგმისთვის მომიწია სადაც დაუმტკიცდა იაკობს ყურადღები დაუმტკიცდა იაკობს ის რაც გამოპარა მამამის სადაც თქვა ესავე ვარო ისევ ის დღე დგება და ეს ფარველი ანგელოზი რომელსაც ფიქრობენ რომ ეს ვიღაც კაცი არის ესავის ფარველი ანგელოზი იაკობს ეკითხება ვინ ახარ შენ რა ქვია რა არის შენი სახელი და ახლა იაკობი ხმამაღლა ამბობს ყველაზე დიდი შიშის წინაშე ადრე შიშს გაექცა არა ახლა შიშის პირისპირ მიდის ახლა შიშს უნდა შეხვდეს და ხმამაღლა ამბობს იაკობია ჩემი სახელი იაკობი ვარ მე აი ეს არის სწორედ ღმერთსა და ადამიანს შეერკინე და ძლიერე ადამიანს ატოძლია ადამიანს ძლია ესავში ხოლო ღმერთი აქ ძლეულ ღმერთზე კი არ არის საუბარი არა ეს არის ღმერთი რომელმაც თავისი სამართლით სწორედ იაკობს განუკუთვნა ეს კურთხევა და არა ესავს და ამიტომაც ეს ანგელოზი რომელიც თვლიან რომ ანგელოზია და თვლიან შერკინება არის ლოცვა ხმამაღლა ამბობს არა იაკობი არა ისრაელია შენი სახელი რადგან ღმერთსა და კაცს შეერკინე და ძლიერე რაში კაც ძლიერე ადამიანური ქვენაგრძნობების გატაცებისაგან თავის გამოტაცებაში ხოლო საღვთო სამართალი შენ მსახურებაზე შენ ცხოვრებაზე აიღე და აქ უკვე აღიარებს ესავის ფარველი ანგელოზი ასე ვთქვათ ანგელოზთა დასის წინაშე აღიარებს ისევ და ისევ ენა სიმბოლურია რომ კურთხევა რომელიც აი იქ ესავის სახელით გამოითხოვა იაკობმა აი ახლა აქ უკვე იაკობის სახელით იმტკიცებს და იმკვდრებს ამ კურთხევას იაკობია მისი სახელი ამიტომაც ღმერთთან მებრძოლი იაკობი ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლს კი ანიშნავს არა ნიშნავს მოლაშქრეს ღმერთის მოლაშქრეს ღვთის მებრძოლს ანუ ღვთის ჯარისკაცს არა ღვთის წინააღმდეგ მებრძოლს არამედ ღვთის მოლაშქრეს ასეც განიმარტება ასეც განიხილება ეს სახელი და ძალიან საინტერესო რა არის აი ის თეძოს ღვრძნობა რა უნდა იყოს ასე შეეხო და თეძო უღვრძო აბა ეს იყო ღამისთევის ლოცვა რომელიც უმძიმესი ასკეტური ღვაწლით გაატარა იაკობმა. შესაძლებელია ის დაჩოქილი იყო მთელი ღამე მუხლის დრეკის ლოცვას აღავლენ და ასე ვთქვათ ეს ადგილი დაბუჟებული აქ და მთელი ცხოვრება ის კოჭლობდა აი ამ ძიმე იმის გამო და ტკივილები აწუხებდა ამ ძიმე ასკეტური იმის გამო საერთოდ ნათქვამია რომ აბრაამ დააწესა დილის ლოცვა ისააკმა შუადღის ლოცვა ხოლო იაკობმა ღამისთევის ლოცვა მათ ცხოვრებაში აი ეს ადგილები მონახული და ასეთი აზრია გამოთქმული ისი თქმა მინდა მე მეორე დღეს ეს თეძო ნაღრწობია ეს უდიდესი ტკივილებით ამ დიდი ლოცვა ღამისთევის ლოცვა ხო აი უთელი ღამე უძინარია ამ ხელა ტკივილით ის იმა და იწყებს ემზადება ესავთან შესახვედრ ესავს უნდა შეხვდეს
ესავე 400 კაცით მოდის. ამ 400 კაცს უკან მოყვება კიდე ის ზღვენი, რომელიც ჩაიბარა ესავმა. და იაკობი დაანაწილებს. ეს ქონება ხო გაყოფილი აქვს, ერთი ერთაზეა, მეორე მთაზეა ნაწილი. თავის ოჯახის წევრებს. ხევლებსა და მასგან შეძენილ შვილებს წინ დააყენებს, შემდგომ დააყენებს ლიას და მისგან შეძენილ შვილებს და ბოლოს დააყენებს რაქელს და იოსებს. და თვითონ მათ წინ დადგება და მთელი ოჯახით გაეგებება. ნუ გარკვეულწილად ეს იერარქიაა, რომ ბოლოში ყველაზე ის აქვს მოტოვებული. ჩვენ მე იოსებს უნდა დავიწყოთ. და რომ მოდის უკვე როცა დაინახეს და უკვე სახელმწიფო მანძილზე შეხვდებიან ერთმანეთს. იაკობი 7 გზის თაყვანსემს, ანუ აი ამ ნატკივარი, აი ამ იმით ეძოთი, ხო ძალიან ჯერ ღამია გათენებული, მერე წინა მოხდება იცის თავისი ნერვიულობა ამას მოყვება და მერე ეს ფიზიკური ტკივილი ძალიან მძიმეა. 7 გზის თაყვანსემს. სანამ მოხდება შეხვედრა. და შეხვდებიან ერთმანეთს და ესავე ეკითხება. ესავე მოიკითხავს და ეკითხება, რა არისო ეს რა ხდება, ესავს არ ესმის ეს ყველაფერი. მარტივი მიზეზის გამო იაკობი ეუბნება, რომ ის ზღვენი შენ, როგორც შენმა მორჩილმა, შენ გამოგიგზავნე. ეს ჩემი ქონებაა, რაც მოვიპოვე, ეს ჩემი ოჯახია, რაც შემეძინა. და ესავე პასუხობს, რომ ეს შენი ქონება შენათვე იყოს და ეს შენი ოჯახი მშვიდობი და გახარებული გიმყოფოს ღმერთმა. მე მოვედი შენთან მონატრებული ძმა, მე მოვედი შენთან ძმა, რომელსაც ძალიან მოენატრე და ძალიან უყვარხარ და გულში ჩაიყოტა და ორივე ატირდეს. კიდევ ერთი ცრემლია იაკობის ცხოვრებაში. რა მოუვიდა ესავს? რა მოხდა ესავის ცხოვრებაში? არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ რაზეც გაჯავრებული იყო ესავი. აღმოჩნდა რომ სულ არ უნდა იჯავროს ამაზე. რატო? იმიტომ რომ რაც უნდოდა ესავს, ესავმა მიიღო. ისედაც აქვს. სეირის მთა მთელი თავისი მიწებით, მთელი თავისი სივრცით ისააკმა უანდერძა და აკურთხა. ეს უნდოდა მას. იაკობს მისთვის ქონება არ გამოურთმევია. არაფერი არ წაურთმევია აბსოლუტურად. და ნიშნად რომ არაფერი წამოურთმევია, ძღვენს იქით აძლევს და მისი ქონებას ამოსვა. აი ეს არის ჩემი ქონება, სხვა ქონება მე არ გამაჩნია. ესავმა გაიაზრა რომ იაკობმა მას რამე კი არ წაართო, არა. ფაქტურად არაფერი. რაც მას აინტერესებდა, იქიდან არაფერი არ წაუღია და რატო უნდა ემტერებოდეს ამ თავის მას? რა უნდა ამ იაკობმა რა წაიღო ღვთისმსახურება? იყოს მე იმისთვის ის ღვთისმსახურება, ვინ ეჭიდავება? ეს თავით ჩემთვის ამ შემთხვევაში არის ძალიან საინტერესო პიროვნება. ეს არ არის ადამიანი, რომელიც იჩემს ღვთისმსახურებას, ის ამბობს, რომ არ მინდა მე შენი ღვთისმსახურება. მე აგერ ჩემი გზა მაქვს, ჩემი ისა მაქვს, სამყოფელი მაქვს. ღმერთს ასე მინდა ვიმსახურო, ამაზე მეტი მსახურება არ მჭირდება. როდესაც განრისხდა, იმიტომ რომ ეგონა რომ ამ ყველაფერს ართმევდა ეს უნდოდა იაკობს. მატერიალურ ქონებაზე იყო საუბარი. განსხვავებით ფარისევლებისაგან, თქვა დღევანდელ დღესაც ძალიან მოძალებული, რომ რაღაცნაირად პრეტენზია ჩდება ხოლმე. თვითონ კი არ უნდა ეს ღვთისმსახურება, არა. მას რო უნდა ისეთი ღვთისმსახურება უნდა აღავლინოს. არაფერი ბოლოს ელემენტარული პატიოსნებაა, რომ შენ ხარ შენ საზომში მოქცეული. არ კიდე შენ ეს რაღაცა ძიმე ღვთისმსახურება, ასკეტური გზა, არ კიდე შენ რაღაცა ღვაწლის აღება, არ კიდე ეს მარხვა, არ კიდე ულოცველი, უმარხული, იმაში რა ქვია, ევქარისტიულ ერთობაში ჩაურეველი ქრისტიანობა გირჩევნია. აპრობლემაა კი ბატონო, არ გიჩნდება ეს ისინი, რა ქვია, ეს პრეტენზიები. მაგრამ არის მეორე რაღაცა, ეს ყველაფერი არ კიდე, მაგრამ პრეტენზიები გიჩნდება. აი ესავე არის ძალიან საინტერესო სახე იმისა, რომ აღმოჩნდა რომ იაკობს უნდა თუმე აბრაამის ღვთისმსახურება. ესავ სხვა ღმერთი კი არ აყავს მანდრი, ამას მიაქციეთ ყურადღება. ესავე აბრაამის და ისააკის ღმერთს აღიარებს. მსახურების თავის სახე. ღვთისმსახურება, კი, ვიღა არის ეს ღმერთი, იქ დაკლავს რაღაცას, იქ იმას რაღაცას ისავს და მოახლა. უნდა ესავს ახლა ერთ დღესაც ღმერთმა უთხრა შვილი მოიყვანე და დამიკალიო. უნდა ახლა ესავს რომ წავიდეს და იხეტიალოს მამამთავრებივით და ეგვიპტეში გასაქცევი გახსნას, ახლა თავის ძმასავით 20 წელი იხეტიალოს და ვიღაცას ემსახუროს? არ უნდა ეს. ამიტომაც არის რომ ესავის და ედომელების მოდგმარიან ედომელების იმაში ნელ-ნელა მამამთავართან, ანუ თაობათა პერიოდში დაიკარგება ამ ღმერთისისა და ჩვეულებრივი წარმართები გახდებიან. რატო? იმიტომ რომ ჭეშმარიტი ღვთისმსახურებაში დევს სწორედ ის გასაღები, სადაც ჭეშმარიტი ღვთის შეცნობა შეგიძლია, ჭეშმარიტი რელიგიის ფლობა შეგიძლია. ეს არ არის მხოლოდ თეორიები და მხოლოდ გარდამოცემები, არა, ეს არის ცხოვრების აქტიური სახე. ეთას დავიწყეთ ჩვენი შეხვედრა, ამით დავასრულოთ. რასაც აკეთებს იაკობი. განა იაკობს არ სწამს იმას, რასაც არა სწამს, მაგრამ ამას თავისი ცხოვრებით, თავის ღვთისმსახურებით
წარმოაჩენს. ესავე შესთავაზებს იაკობს ერთად დაბრუნებას, მაგრამ იაკობი თხოვს, რომ ერთად უწამოვლენ, ოჯახი ყავს, საქონელი ყავს, ასე ჩხარა ის ვერ ივლის, წავიდეს ესავე, თვითონ მიაკითხავს შემდგომ მას მივა მასთან. ესავე შესთავაზებს, რომ ამ 400 კაცს რომ ეს წამოიყვანა თურმე, იმიტომ რომ რაღაცა შეიარაღებული დაცვა თან ყოლოდა იაკობს და იაკობი თხოვს, რომ არ საჭიროებს ის ამ დაცვას, უბრალოდ ერთი სული აქვს იაკობს, რომ აი შეხვედრა დროზე დასრულდეს. და შესაბამისად ესავი და იაკობი ერთმანეთს ასე ვთქვათ, აი მშვიდობიანად აცილდებენ. მოთხრობის გაგრძელება, რომელიც დღევანდელ დღეს თავის საوجხათი აღარ ხერხდება, ჩვენ უბრალოდ აქ დავასრულოთ. საინტერესო გახლავთ ის, რომ თავის საوجხათი ძმებს ჰქონდათ კავშირი ერთმანეთთან, მაგრამ იაკობი წავა და სხვაგან დასახლდება. ანუ აი ამას, ამ გამიჯნულობას, რაც არსებითად თან ახლავს იმ კურთხევს, რომ აბრაამი ემიჯნება, როცა გამოდის ისააკი ემიჯნება, როცა იმ ემკვიდრებს, არა იაკობაძეს გამიჯნულობა უნდა იმ ემკვიდრეოს. ის ესავისაგან გამიჯნულად დაიწყებს ცხოვრებას და ეს ძალიან საინტერესო მონაკვეთი ასევე წმინდა წერილში, მე ვფიქრობ. ხიფათისაგან შორსჯობა. ხო, ოღონდაც იმ ხიფათისაგან, სადაც სხვა ხიფათი დახვდა, ანუ ხიფათისაგან იაკობი თავს ვერ დაიღწევს ვერანაირად, მაგრამ აი ესავთან ურთიერთობის ხიფათისაგან ხო, სანამ კარგ განწყობაზეა ესავე ჯობს, რომ ხიფათისაგან შორს იყოს. როგორი წინ დახედულები იყვნენ, აი რაღაცა სიღრმისეული, აი თან სიყვარული არ აკლია ახლა ურთიერთობას ძმებისთან, ესეთი რაღაცა ტყუილით იწყება, მერე ეს საფრთხო განგებულებაში სრულად გაცხადებულია, რომ ესე უნდა ყოფილიყო და მერე ბოლოში აი ეს სიფრთხილე მაინც რომ რაიმე შემთხვევა არ გამოიწვიოს. ხო, ძალიან ცოცხალია ბიბლიური თხრობა. ძალიან ცოცხალია და ძალიან ისტორია. გიორგი, დიდი მადლობა მინდა გითხრა დღევანდელი გადაცემისთვის. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საინტერესო და კულმინაციური ადგილი განვიხილეთ ჩვენ იაკობის ცხოვრებაში. ეს ძალიან რთული ადგილი არის მებრძოლი იაკობის შესახებ. განმარტებები ბევრი არსებობს, რამდენიმე ჩვენ აქ ვთქვით. მე მინდა მაყურებელს მადლობა მოვახსენოთ, რომ ჩვენთან ერთად იყო. ჩვენ მომავალ გადაცემაში გავაგრძელებთ საუბარს კვლავ იაკობის შესახებ. დღეს ამით გემშვიდობებით. იმედია საინტერესო იყო გადაცემა. კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.